ახლა მოდით დავუბრუნდეთ კაპილარულ ეფექტებს და განვიხილოთ კაპილარული ტალღის თვისებები. უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ, რომ ესე იგი, როდესაც ტალღის სიგრძე 1.5 სანტიმეტრზე მეტია, გაცილებით მეტია, მაშინ გრავიტაცია ჭარბობს ზედაპირულ დაჭიმულობას, როცა გაცილებით მეტია, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ უგულებელყოთ ზედაპირული დაჭიმულობა, მაგრამ შედარებით პატარა სანტიმეტრების და მილიმეტრების ტალღის სიგრძის მქონე ტალღებისთვის კაპილარობა არის გამსაზღვრელი. ესეთი ტალღები წარმოიშობა წყალში რაიმე პატარა სხეულის ჩავარდნისას, მაგალითად წვეთების ჩავარდნისას, მაშინ შესაბამისად ძირითადად გენერირდება სწორედ პატარა ტალღური სიგრძის მქონე ტალღები, ესე იგი სუფთა კაპილარული ტალღის დისპერსიულ თანაფარდობას აქვს ესეთი სახე, სიხშირე პროპორციულია ტალღური რიცხვის 3/2 ხარისხისა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით გრავიტაციული ტალღისგან კაპილარულ ტალღაში პირიქით ჯგუფური სიჩქარე აღემატება ფაზურ სიჩქარეს, სახელდობრ ჯგუფური სიჩქარე 1.5-ჯერ მეტია ფაზურ სიჩქარეზე, ხოლო გარდამავალ არეში, სადაც ორივე ეფექტი გრავიტაციას და კაპილარობაც მნიშვნელოვანია, დისპერსიას აქვს ესეთი სახე, იგი შესაძლებელი არის ესე იგი რახან დეფორმაციისას დამაბრუნებელი ძალა, რომელიც წარმოიქმნება იჯამება, უმხეშად რო ვთქვათ, შესაბამისად სიხშირის კვადრატში ჩვენ გვაქვს ორი წევრი გრავიტაციასთან დაკავშირებული წევრის ჯამი და კაპილარობის ჯამი. აი ამ დიაგრამაზე მოცემულია გრავიტოკაპილარული ტალღების ფაზური და ჯგუფური სიჩქარეები ღრმა წყალზე. ახლა ვინაიდან ლაპარაკი სანტიმეტრებზე და მილიმეტრებზეა კაპილარული ტალღების განხილვას არც ისე ხშირად გვხვდება კაპილარული ტალღები მეჩხერ წყალზე, ამიტომ თუმცა ანალიზის მეთოდები იგივეა, რაც აქამდე გვქონდა, მაგრამ ამას დიდი გამოყენება არ აქვს. და აი აქ ამ დიაგრამაზე ჩვენ გვაქვს, ამ გრაფიკზე ჩვენ გვაქვს გრავიტოკაპილარული ტალღის გავრცელების სიჩქარეების დამოკიდებულება ტალღურ რიცხვზე მოცემული. მაშასე, როდესაც ტალღური რიცხვი შედარებით პატარაა, მაშინ ეს არის ძირითადად გრავიტაციული ტალღა და აი ეს წყვეტილი ხაზი უჩვენებს გრავიტაციული ტალღის დისპერსიულ თანაფარდობა, გრავიტაციული ტალღის გავრცელების სიჩქარეებს, ლურჯი ეს არის ფაზური სიჩქარე, წითელი არის ჯგუფური სიჩქარე და როგორც ვიცით, გრავიტაციული ტალღის შემთხვევაში ფაზური სიჩქარე ორჯერ მეტია ჯგუფურ სიჩქარეზე. რაღაცა საშუალედო მასშტაბებზე კაპილარობა ხდება უფრო ძლიერი ვიდრე გრავიტაცია და შესაბამისად უკვე აქეთ ზღვარში ჩვენ გვაქვს კაპილარული ტალღები და შუაში ჩვენ გვაქვს ადგილი, ვინაიდან კაპილარული ტალღისთვის პირიქით ჯგუფური სიჩქარე აღემატება ფაზურ სიჩქარეს, ამიტომ სადღაც შუაში გრავიტოკაპილარული ტალღებისთვის ჩვენ გვაქვს ადგილი, სადაც ფაზური და ჯგუფური სიჩქარეები ამ ტალღის ერთმანეთს უტოლდება. და ეხლა დავალება კი ასეთია, კიდევ ერთი აჩვენეთ, რომ როგორც კაპილარული, ასევე გრავიტოკაპილარულ ტალღებში ღრმა წყალზე სითხის ელემენტის ტრაექტორია არის წრე, ისევე როგორც ეს იყო ზედაპირული გრავიტაციული ტალღებისთვის ღრმა წყალზე. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ პატარა მინიშნებაც აქვს, თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გაიმეოროთ მთელი ის გამოთვლები, რაც ჩვენ გავაკეთეთ და მიიღოთ ეს შედეგი, მაგრამ ამის ჩვენება შეიძლება უშუალოდ უწყვეტობის განტოლებიდანაც და პრინციპში ძალიან სწრაფად რომ ბევრი გამოთვლებს რომ თავი აარიდოთ, თქვენი მიზანია სინამდვილეში აჩვენოთ, რომ აი ეს წრიული ორბიტა, ანუ ეს კავშირი ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიჩქარის შეშფოთების ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ კომპონენტებს შორის კავშირი სინამდვილეში არ არის დამოკიდებული დისპერსიულ თანაფარდობაზე და ამიტომ იგი საერთოა გრავიტოკაპილარული თუ კაპილარული ტალღებისთვის. გავაგრძელოთ ზედაპირული ტალღების შესწავლა და ეხლა გავარკვიოთ როგორია ზედაპირული ტალღების ენერგია. უპირველეს ყოვლისა, როგორც გახსოვთ,
ზედაპირის რხევას აქვს შემდეგი სახე, სადაც არის ამპლიტუდა. ეხლა უპირველეს ყოვლისა დავადგინოთ ზედაპირული ტალღის პოტენციური ენერგია. აი დავაკვირდეთ ამ სურათს. ავიღოთ რაიმე სითხის ელემენტი, რომელიც მოთავსებულია H სიღრმეზე, რომლის სისქე არის ΔH და მას აქვს ერთეულოვანი ფართობი ჰორიზონტალურ სიბრტყეში. მაშინ აი ესეთი სითხის ელემენტის პოტენციური ენერგია გასაგებია, რომ არის ჩვეულებრივი GH გამრავლებული აი ამ სითხის ელემენტის მასაზე. ანუ შესაბამისად თუ კი მასას გამოვსახავთ მოცულობით და სიმკვრივით, ეს იქნება მოცემული შემდეგი ფორმულით. ამიტომ ნათელია, რომ ზედაპირული ტალღის პოტენციური ენერგია სრული ეს არის შეშფოთებული სითხის პოტენციურ ენერგიას გამოკლებული შეუშფოთებული სითხის პოტენციური ენერგია, შეუშფოთებელი სითხის პოტენციური ენერგია, რა თქმა უნდა, ლაპარაკია პოტენციური ენერგიაზე მოსულზე ჰორიზონტალური ფართის ერთეულზე. შეუშფოთებელი ენერგია ეს არის უბრალოდ გაჩერებული წყლის პოტენციური ენერგიების ჯამი და გაჩერებულ მდგომარეობაში წყალს უჭირავს მოცულო სიმაღლე -H-დან 0-მდე, ხო, ეს არის სტანდარტული ინტეგრალი, ხოლო პოტენციური ენერგია შეშფოთებისა ეს არის ზედაპირი ცვლადი ფუნქცია, ხო, ეს არის ინტეგრალი ფსკერიდან ზედაპირის მოცემულ მნიშვნელობამდე, აი ამ ნაწილაკების პოტენციური ენერგიის ჯამისა და აი ამის საშუალო მნიშვნელობას გამოკლებული შეუშფოთებელი წყლის პოტენციური ენერგია. ეხლა ამ ინტეგრალის სახებაც გასაგებია, რომ ძალიან მარტივია და მაგის ინტეგრალი იქნება უბრალოდ eta კვადრატი, შემდეგ ვსვამთ აი ამ რხევის განტოლებას. რხევის განტოლებას ამ პოტენციურ ენერგიაში ვასაშუალოებთ, ვითვალისწინებთ, რომ კოსინუს კვადრატის საშუალო არის 1/2, საიდანაც ვიღებთ, რომ ზედაპირული ტალღის პოტენციური ენერგია არის აი ეს 1/4 წყლის სიმკვრივე გამრავლებული თავისუფალი ვარდის საჩქარებაზე და რა თქმა უნდა ეს ენერგია პროპორციულია ამპლიტუდის კვადრატისა. რაც შეეხება კინეტიკურ ენერგიას, კინეტიკური ენერგია განმარტების მიხედვით არის, რა თქმა უნდა, წყლის მთელ მოცულობაში სიჩქარის ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომპონენტების კვადრატების ჯამი ინტეგრალის საშუალო, მაგრამ ჩვენ პრინციპში შეგვიძლია უფრო, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ის ფორმულები, რომელიც გამოვიყვანეთ სიჩქარის კომპონენტებისთვის, აქ ჩავსვათ და მოვიქცეთ ისევე როგორც პოტენციური ენერგიის შემთხვევაში, მაგრამ შეგვიძლია მოვიქცეთ სხვანაირადაც, შეგვიძლია უბრალოდ მივხვდეთ, რომ ეს რხევა არის თანაბარ განაწილებული რხევა, ისე როგორც ოსცილატორის შემთხვევაში პოტენციურ და კინეტიკურ ენერგიას შორის და შეგვიძლია პირდაპირ დავასკვნათ, რომ კინეტიკური ენერგიაც რხევის საშუალო კინეტიკური ენერგიაც პოტენციური ენერგიის ტოლია და იგივე ფორმულით მოიცემა. ეხლა თუ კი ლაპარაკი იქნება გრავიტო კაპილარულ ტალღებზე, სადაც ზედაპირული დაჭიმულობის ძალასაც მნიშვნელობა აქვს, მაშინ სრული ენერგია გარდა გრავიტაციულისა კიდე მოიცავს კაპილარულ ნაწილს აი აქ და აი ეს იქნება ტალღის ენერგიის ფართის ერთეულზე მოსული ტალღის ენერგიის ფორმულა და რა თქმა უნდა ყველა ეს ენერგია პროპორციულია ამპლიტუდის კვადრატისა. ეხლა ენერგიის ნაკადი გასაგებია, რომ არის ენერგიის სიმკვრივე გამრავლებული ჯგუფურ სიჩქარეზე, ამიტომ უბრალოდ ეს არის ჯგუფური სიჩქარე, რომელიც ჩვენ უკვე განსაზღვრეთ გამრავლებული ენერგიის სიმკვრივეზე და აქვე დავალება გამოიყვანეთ კინეტიკური ენერგიის ფორმულა, აი ეს ფორმულა გამოიყვანეთ და მეორე დავალება გამოიყვანეთ აი ეს ამ ფორმულის აი ეს ნაწილი, ანუ გამოიყვანეთ კაპილარული ტალღის ენერგიის ფორმულა. ეს არ მგონი რთული გასაკეთებელი იყოს, საჭიროა უბრალოდ გამოვიყენოთ ის ფორმულები, რომელიც ჩვენ შეშფოთებებისთვის ადრე გამოვიყვანეთ. ახლა განვიხილოთ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არის ზედაპირული გრავიტაციული ტალღების გენერაცია და ჩაქრობა. ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ
ქარიან ამინდში გაცილებით მეტი ტალღა ზღვაზე და ოკეანეზე, ვიდრე ქარის არარსეობის შემთხვევაში, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუნებაში ზედაპირული ტალღების გენერაციის ძირითადი მექანიზმი ქართან არის დაკავშირებული და ეს მექანიზმი პირველად აღწერილი იქნა მაილსის მიერ, რა არის ნიშანდობლივი, თუკი ტალღების გენერაცია დაკავშირებულია ქართან, მაშინ ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს საკმაოდ ნელი პროცესი. საქმე იმაშია, რომ ასეთ ტიპის ამოცანას აქვს ბუნებრივი მცირე პარამეტრი, ასე ვთქვათ, ეს არის ჰაერისა და წყლის სიმკვრივეების ფარდობა, რომელიც არის, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 1/800-თან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მოცულობის, ვთქვათ, ჰაერს იგივე მოცულობის წყალთან შედარებით ერთი და იგივე სიჩქარის პირობებში აქვს 800-ჯერ ნაკლები იმპულსი და ენერგია, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა იყოს ეს მექანიზმი, ის განვითარდება საკმაოდ ნელა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ აქვს ჰაერის იმდენი ენერგია, რომ სერიოზული არამდგრადობა გამოიწვიოს ზედაპირული გრავიტაციული ტალღების. ამიტომ მაილსის მექანიზმი არის ეგრეთ წოდებული რეზონანსული მექანიზმი და ძალიან უხეშად რო ვთქვათ, მისი, ასე ვთქვათ, ძირითადი შინაარსი ესეთია. დაუშვათ, რომ წყალი არის უძრავი, ხოლო მასზე წყლის ზედაპირზე ქრის ქარი, ეს არის ქარის პროფილი. გასაგებია, რომ წყლის ზედაპირზე თუ წყალი უძრავია, ჰაერის სიჩქარე 0-ია და შემდეგ ჩვენ გვაქვს მისი გრადიენტი. და როგორ ხორციელდება ეს რეზონანსული მექანიზმი, ესე იგი, თუკი ჩვენ გვაქვს ტალღა, რომელიც ვრცელდება ისეთივე ფაზური სიჩქარით, რომელიცაც მის ზევით მდებარე ჰაერის მასა, მაშინ ჩვენ გვაქვს სიტუაცია აღწერილი აი ამ, რომელიც გამოსახულია აი ამ სურათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს ჩვენი ჰაერის ნაკადი და ტალღა გავრცელების გამო ერთმანეთთან არიან რეზონანსში, ანუ ისინი ერთმანეთთან სულ არიან მათ შორის ფაზათა სხვაობა სულ ერთი და იგივეა და არის ვინაიდან და შედეგად არის საშუალება, რომ მოხდეს ენერგიის ეფექტური გადაკაჩვა ქარიდან ამ ჩვენს ზედაპირულ ტალღაში. ეს არის მოკლედ რო ვთქვათ, მაილსის მექანიზმი, რომელსაც მათემატიკურ დეტალებსაც ჩვენ არ ჩავუღრმავდებით. რაც შეეხება ზედაპირული ტალღების დისიპაციას, ასევე მათემატიკური აპარატის აქტიური გამოყენების გარეშე, მოდით უბრალოდ შევაფასოთ, რა არის ზედაპირული გრავიტაციული ტალღების დისიპაციის მასშტაბი. ამისთვის ავიღოთ ნავიესტოქსის განტოლება. და ჩვენ ვიცით, რომ დისიპაციის გარეშე ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი ბრტყელი ტალღა, რომელიც ირხევა ომეგა სიხშირით და დისიპაციის ეფექტები გახდება მნიშვნელოვანი, გასაგებია მაშინ, როდესაც აი ამ დისიპაციის წევრი, რომელიც პროპორციულია მოცემულ ტალღის სიგრძეზე, გასაგებია, რომ სიბლანტის კოეფიციენტი გამრავლებული ტალღური რიცხვის კვადრატზე, როდესაც სიხშირე გახდება ამ დისიპაციური წევრის რიგის, მაშინ ჩვენ გვექნება ძლიერი დისიპაცია. თუკი ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია გრავიტაციული ტალღების დისპერსიული თანაფარდობა, აქედან ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ კრიტიკული ტალღური რიცხვი, რომლისთვისაც დისიპაცია იქნება უკვე დომინანტი ეფექტი და ვღებულობთ დაახლოებით, მაშინ მივიღებთ ტალღის სიგრძისთვის დაახლოებით 1 მილიმეტრს. ეს იმას ნიშნავს, რომ გრავიტაციული ტალღებისთვის აი ესეთი ტიპის დისიპაცია არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უკვე სინამდვილეში ასეთ მასშტაბებზე ჩვენ გრავიტაციული ტალღა კი არა გვაქვს, როგორც ვიცით, უკვე გვაქვს კაპილარული ტალღები. ანუ სადაც გრავიტაციული ტალღები არსებობენ, ისინი საკმაოდ მდგრადები არიან და საკმაოდ ნელა და არაეფექტურად დისიპირებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი ზედაპირული გრავიტაციული ტალღების დისიპაციისა
დაკავშირებულია, რასაც ადგილი აქვს ხოლმე სხვათა შორის ხშირად ზღვის ნაპირზე, დაკავშირებულია იმასთან, რომ სინამდვილეში ადგილი აქვს მეჩხერი წყლის მიახლოებაში ადგილი აქვს ხახუნს, ტალღასა და ფსკერს შორის. და თუკი ტალღის სიგრძე აღემატება წყლის შრის სისქეს, მაშინ სწორედ ეს არის დომინანტი დისიპაციის მექანიზმი ზედაპირული გრავიტაციული ტალღებისა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუკი სიღრმე ტალღის სიგრძის ნახევარზე მეტია, ეს დისიპაციის მექანიზმიც ძალიან არაეფექტურია და ეს არც არის გასაკვირი, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ერთი ტალღის სიგრძის ტოლ სიღრმეზე ამპლიტუდა ეცემა ტალღის 500-ჯერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგია დაეცემა 500-ის კვადრატჯერ და გასაგებია, რომ იქ მყარი საწვრის მოთავსება ეფექტურ დისიპაციას ვერ გამოიწვევს. თუმცა რეალურად მეჩხერი წყლის შემთხვევაში ეს დისიპაცია შეიძლება ძალიან ძლიერიც იყოს.